ვიღაცას და ის ლაპარაკი ამომიგდესო და ერთმანეთის რეები ექნებათ მაგათ ამოსაგდები შენ წარმოგიდგენია დაწყებული პრეზიდენტიდან და ამიტომ აი ეს კომპრომატებით არიან ისინი ვარიანტი არა რომ დაიწყონო კი ამაში გეთანხმები აი სიტყვაზე თქვა ჩვენ ხო ამაში გეთანხმები შენ ის უკვე გამოსულია და ბრახ იმას უბრალოდ ამოუგდებენ იმ კომპრომატს ეს შეკრება ხო იყო დღეს იმ აგვისტოს ამბებისმიერ როცა პრეზიდენტი პირველად გამოვიდა ხო ნუ თუ არაფერი არ მოხდა აგვისტოში რომ ამ ხელა საკანონმდებლო ორგანოს შეიკრიბა აში დაუყარეთ მიესალმეთ ბიზნესმენებს ხო და არც ერთ კაცს არ დაბადებიაზე მოდი ავდგეთ ფეხზე და წუთიერი დუმილეთ პატივისცეთ ამ ომში დაღუპულ ხალხს აი ეს როგორ შეიძლება ეს შენ არ გახსოვდეს მე მაგასეთი გულუბრილო შეკითხვა რა არის ის რისი გულისთვისაც უნდა გადადგეს პრეზიდენტი ერთი მითხრას ვინმე რა უნდა გააკეთოს ცეცხლ არ გაუყიდებს ახლა სახს მაშინ ეს იქნება რაღაცა სიხლის სამართლო ხო რა რომელია ის პუნქტი რომელიც აი რა უნდა გავკარგეთ ტერიტორიას რა უნდა ქნას მეტი ამ არა ხო რომ შენ მოგინდეს რომ აი დამანებოს თავი ეს ამიხსნას ხო აი რა უნდა ქნას ხო და აი ბატონ მიხეილს არალეგიტიმურ პრეზიდენტს გამორჩა ახლა ესენი და შეიძლება კიდევ ჩვენს გამოგრჩა რაღაცა მინდა რომ ასევე შენც რომ გადახედო პირველი გამორჩა ის 2003 წელს მოვიდა არჩევნების გაყალბებით და შემდგომი სახელმწიფო გადატრიალების გზით რომ ხელისუფლებაში როგორც მოვიდა მოსახლეობა დაყო ფაქტიურად თავისიანებად და მოწინააღმდეგებად და გახსოვთ ბავშვებიც კი პატრიოტებიც ალკე არაპატრიოტები პატრიოტები და დანარჩენი არაპატრიოტები ხო თავისთავად ესე გამოდის და გამოიწვია თაობათა შორის დაპირისპირება რაც ყველაზე ცუდია ნუ გაანადგურა მეცნიერება განათლების სისტემა და ფაქტიურად დაამკვიდრა და ცადა ყოველ შემთხვევაში და ნაწილობრივ მიაღწია უმეცრება და პარაზიტიზმი ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრება. მე და შენ დავანგრიეთ თამუკაშვილის სახლი. თამუკაშვილი ეს ისე ვაგო, ქუჩაზე სახლი დაანგრიეს, თქვენს რომ არასწორად იყო აშენებულიო, შეიძლება დაანგრეულიყო ერთით ვერ დაანგრიეს. ისეთი მაგარი მხარი შენობა იყო, რომ აანგრიეს და ვერ დაანგრიეს. ეს აშენებული დაიყო, ნივთებს რო უყრი. ნივთებს და მოხუცი ხალხი ნიშნელეთ იზახო და ვიღაცა ყველაზე მთავარი სასამართლო სისტემა. სასამართლო, რომელიც იცავს პროკურატურის დანამატებას. სახელმწიფო რეკეტი პოლიტიკურ რანგში აიყვანა თუ არა აიყვანა. გაყიდა სტრატეგიული ობიექტები თუ არ გაყიდა. კი. გაყიდა. არასწორი, вообще არაადეკვატური ტენდერები. მე ვერაფერს არ გავიგე, რას პასუხობენ მე ვერ მივხვდი. არაო, ჩვენ ენგურგეს და იცხებენ რაღაცას ლაპარაკს და მე არ მე ვიცი რომ უსაც მიყიდე. რაო ეს მიყიდა. საგარეო პოლიტიკა აღმოაჩნდა უნარი რომ ეწარმოებინა ელემენტარული საგარეო პოლიტიკა იმისთვის რომ აქ ტანკები არ შემოგრიალებულიყვნენ. რასაც დიპლომატია ქვია. თავისუფალი მედია განადგურა თუ არა, პირდაპირ შეუვარდა თუ არ შეუვარდა თავისუფალ მედიას, ხო, ნახეთ ეს. 7 ნოემბერი გამოიყენა თუ არა ეს ძალა და ვიცით რაც გამოიყენა. ვინმე და ისე და ამაზე პასუხს ახლა დღესაც კითხეს ამ საპარლამენტო ეგრეთ წოდებულმა და პასუხი ამაზე არ გასცა. იგი ვინმე დაისაჯა, ყობა დავითაშვილის მცემელი მაინც უნდა ადვილად დაიჭიროს. საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარი. ეს რომელიც იყო ჩვენი შეცდომაც, ისე ვიძახი, როცა ჩვენ გადავერთეთ საპარლამენტოზე. კი, აბსოლუტურად. იმიტომ რომ კაცრო ერთ შეარჩენ, მე ის მეორეზე გამოდის და ხალხიც ამან ცოტა გადაანაწილა. აბსოლუტურად. ჯერ ეს ვერ მოიგეთ და ეხლა მაინც მაგან დაწესდა ნიჰილიზმი. ვერ შეძლო კონფლიქტების მოსაგვარებლად მშვიდობიანი დიალოგის წარმოება. იმ დღეს გუშინ წინ, აი ამისთან რაღაცების წაყურება ღუპავს ჩვენ. რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი. გამოვიდა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. და ამბობს ერთ რაღაცას. ჩვენ ახლა რაღაცას ვაკეთებთ აქ, ტანკები გვეყოლება რაღაც ყველაფერი. ხო მერთი არ გაუწყდეს საქართველოს. და არ დაიწყო ნომით რომ საქართველოს აღარ იარსებებს. ჩემი საკუთარი თვალები და ყური ფრაზას დაუკვირდი. ესე იგი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის არა მოადგილე ლაპარაკობს რომ ეს რა მინდა თქვა იცი რომ ჩვენ ვიწყებთ მერე პოსტფაქტუმ რაღაცებზე ლაპარაკს ხო.
პასპორტები რო დაარიგეს აფხაზეთში, რო ეს კანონის დარღვევა რო იყო, რა მოხდა, რა ღონისძიებები მიიღეს, რატომ არ აადუღეს მთლიანად მსოფლიო, მაშინვე, ეხლა ის ხაც იძახის, რომ მე ჩემ მოქალაქეებს ვიცავ. და ყველაზე უმთავრესი, ეხლა არ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი კარგი იყო, ხო? მე შიში მაქვს მომავალი საფრთხეები სამის ხელში და აი ეს არის ყველაზე უფრო მთავარი, ერთისაც უნდა ეს კაცი წავიდეს. აი ეს თქვენ ზუსტად აღარ იარსებებს საქართველოს. ეს შეხვედრით ნახმარი არ არის. ეს იცი რა არის, რაც შენ წაიგითხე. ეს რო კარგად ჩამოაყალიბე, უნდა უჩივლო სასამართლოში. ეხლა არ ვიცი მინუსები ხო თქვით ასე თუ ისე და კიდე ძალიან ბევრი მინუსი არ დაგვიწერია ეხლა შეიძლება სანდრო გირგლიანი ხო ეს არის თქვი ხო პლუსები შეგვიძლია რომ ჩამოვწეროთ უთელი ავტობუსები რომ გამოუშვეს ხო აი ეს თენგო გოგოტიშვილი რუსთავი ორი ჟურნალისტი წესო მეო კიო გავაკეთეო ესე იგიო ისინიო რეპორტაჟებსო ვაკეთებდიო ომის დროს იქიდანო და ისიც გადაღებული მქონდაო როგორო ეს თვალებს აღუხვევენო ქართულ ჯარისკაცებს რუსეთიო როგორ ტენიანო ბტრ-შიო მაგრამ არ გამაშვებინესო ესო მე ისე როგორ შემოდიან აფხაზებიო იქიდან ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიიდან გადაღებული მქონდაო და არ გამაშვებინესო და მე რა ვქნა ჩემი რა ბრალი ჟურნალისტი წერს ამას რუსთავი ორის მინდა მიმართო თუ არ გაგაშვებინეს მანდ რა გინდა მათ კიდე მამუკა გლონც რო ეჭიდავები და ეჯიბრები ამან ქემაინც თავის-თავზე აიღო ისეთი რაღაცა რომ ყოველ შეიძლება არ ვიცი ვინ რაღაცა უქნას ადამიანმა სადიღურებელს აი მიმართა იმას ის მარკია ეს არის და მის იმას მომხრეებს ეს არ გამაშვებინესო კაცი რო წერს ეხლა წარმო რუსთავი ორი ჟურნალისტი და სადამაკმე პირდაპირ ეთერიო აბა ის ჩარტები რო ქონდა პირდაპირ ჩარტები ის ვინ იყო ჩემი ჩარტები იყო გეთქვა თუ ესეთი კადრები ქონდა და ქართველებს ატყვევებდნენ და იმაში ბტრ-ში ყი რა თან ინგლისელებმა გადაიღეს CNN-მა გადაიღესო და ფერმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები მარტო ქართველებს არ უნდა ხიათო აი ეს არის სირცხვილი რასაც შენ წერ რა და ამას ჟურნალისტი მით უმეტეს რო ვიჩხერე ამას არც უნდა იძახდე მაშინ თორე საკუთარ თავს ეწინააღმდეგები თუ ძალიან გაინტერესებს რა რომელი ეს არის კოუზირო და რა გონი გოგოტიშვილი ეს არ არის საშინელ პაშპილებს რო დგავდათ და პირდაპირ აბარებდნენ რომ წახვალ ეხლა და ამაზე გააკეთებ რომ ეს არის უსინდისო საშინელი ცუდი აი ეს საშინელ პაშპილს და გაუშვებდნენ მე PS-ში დაენაღლებათ ეს როლე ჩირკი მოცხე და მიდი მე იმან თავი იმართოს როგორც უნდა ამ უტელევიზიობის და არაფრის ქვეყანაში აი ეს არის მაგათი პოლიტიკა მე ხუთივე ტელევიზია ჩემია მე შენ როგორც გაურა ბადრის არ გაუკეთეს ეგრე? აი ხა უნდა გაფრინდეს რომ მომიყვა თქვენ შეიძლება არ გისმენიათ და შეიყავი რა. ისეთი რაღაცები მომიყვა რომ აი არ ვიცი. რაც გაუკეთეს თუნდაც მე რაც იგივე ხა წარმოიდგინე რაც გაუკეთეს და თურმე რამდენი რამე გაუკეთებია. რამდენი მაღაზია ესე თურმე 80% ლეიკემია ბავშვების იმაში თავის თავზე აიღო კაცმა და აი გადაარჩინა თავის ფონდი და მაგის გარდა ჩამოვწერეთ იმენ სპეციალურად რამდენი რამეა გაკეთებული. ჯერ ხარ და აგინებ ამ რუსებს. მეორე წუთში ლაპარაკობ რომ ჩვენ რუსებთან უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, ხო? ესე რაღაცა პრინციპული რომელიღაცა პოზიცია არჩიე. ამდენი რაღაცა მოხდა რუსებთან, ხო? მოდი თავში ავიღოთ. რატომ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყავით ნორმალურად? რატომ არ შეიძლებოდა? თავში ვამბობ, ეხლა კი არა. ეხლა უკვე გაუსაძლისი სიტუაცია, ხო? ეხლა შენ მუსიკოსი კაცი ხარ და მსახიობი კაცი ხარ, ხო? რაღაცა ლაკიროვანი ის რო არის კლიპი რო აფხაზეთში დაბრუნდებით, ხო? ეს ისინი ხო ამის სიტყვებია სიცილი. დაგჩინია. რა არის? აი ერთი შენი გახმოვანებული აფხაზურად ისვრის უფრო მეტად, ვიდრე მთელი ეს აი ასეთ რამეზე არ ფიქრობენ. მე დავბრუნდები რომ იძახე, გაბრუნებ, აი ზუსტად იმ დროს იყო, აი რომ შეგვეძლო რომ აი არც ის იყო რიტორიკა დაწყებული, გინების რომ გაუმზადეთ ეს პროექტი. აი პირდაპირ ადგა და გადადო. და დაიწყო რიტორიკა რომ შენი დედა პირდაპირ იმასაც. ჩვენ ამას ლაპარაკობთ.
დარწმუნებულიო რომ ეგ კგბ-ს გენერალია ჩემზე იზაკია ეგ აგენტია ეგ სუპია არის ეგეთი რაღაცეები ახლა რა ვქნათ ახლა 20 წელი არის 20 წელი აი ამ საშინელი რაღაც აი საში რა დავაქო უნიჭო დაბრალებებისგან ვერ გამოვიდეთ რა რამდენიმე ჩაცუცკული ნარკომანი მოძღვრავს იმას საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შევახვეწოთ რუსებს რომ როგორმე დაგვიყრონ ისე რომ ნაზად აი ამ საუბრებით უკვე ნელ-ნელა მივიდა იქამდე რომ